ბურდული წალენჯიხის მერის მოადგილე უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. აქ ჩვენ ცოტა ხნის წინ ყავდა ანა ნაცვლიშვილი ლელოდან. მოგესალმებით ბატონო ვანო. მან თქვა რომ წალენჯიხა არის მაგალითი იმ შემთხვევაში თუ მოხდება მობილიზება, სტიქიასთან გამკლავება შესაძლებელია და როგორც მაგალითი დაგასახელათ მუნიციპალიტეტი რომ არის შესაძლებელი ნამდვილად დროული რეაგირების შემთხვევაში რომ თავიდან ავირიდოთ მაქსიმალურად დიდი ზიანი. რა ვიცარებაა თქვენთან ამ დროისთვის? თავარ სირთულეებს შორის რა საკითხებია? მოგესალმებით, მადლობა ჩართვისთვის და ინტერესებისთვის. დიახ, რა თქმა უნდა, წინასწარ დაგეგმვის შემთხვევაში შესაძლებელია რომ მაქსიმალურად იქნეს არიდებული თავიდან ზიანი და იქნეს გათვალისწინებული მოსახლეობის საჭიროებები. ჩვენ ეს ვიცოდით რომ იქნებოდა სტიქია, ამასთან დაკავშირებით 112-მას გამოგვიზავნა ბუნებრივი შეტყობინებები და წინასწარ ცნობილი იყო რომ მაღალი ნალექი შესაძლოა რომ მოსულიყო. ამისათვის ჩვენ ხადარიგი დავიჭირეს წინასწარ, ვიქირავთ შესაბამისი ტექნიკა, გავამზადეთ ეს ყველაფერი და ვიცოდით რომ კონკრეტულ ესე იგი ადმინისტრაციულ ერთეულში რომელი ტექნიკა უნდა წასულიყო, რამდენი და როგორ უნდა მომსახურებოდა მათ. ანუ ჩვენ ვიცოდით უკვე მათი მარშრუტები, წინასწარ დაგეგმილი იყო კონკრეტული ლოკაციები, რომელ ტექნიკას სად უნდა ემუშავა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მივიღეთ საკმაოდ კარგი შედეგი იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროებები როგორც კი შემოდიოდა, ანუ რეკავდა მოსახლეობა, ვიცოდით რომ რომელ ტექნიკასთან დაგვერეკა და მისულიყო და მას მოეგვარებინა. ბუნებრივი ასევე ჩართული იყო ცოცხალი ძალაც და ეს ცოცხალი ძალა ჩვენი თანამშრომლები უშუალოდ მიდიოდნენ ესე იგი მოსახლეობასთან, მათ ჰქონდათ ხშირ შემთხვევაში სახურავზე დიდი თოვლის პრობლემა, რომ არ ჩამონგრეულიყო სახურავი, რა თქმა უნდა ამ თოვლის ჩამოწმენდაშიც ვეხმარებოდით და ამ ეტაპზე მივიღეთ მდგომარეობა, რომ ყველა გზა, ყველა შიდა საუბნო გზაც კი გახსნილია და არათუ გახსნილია, არამედ არ ჩაკეტილა არასოდეს, ანუ არც გუშინ არ დღეს და ასევე თითოეული მოსახლეობის საჭიროება იქნა დაკმაყოფილებული. რა თქმა უნდა იყო გარკვეული საგზაო შემთხვევები, რა თქმა უნდა იყო გარკვეული თქვათ მოსახლეობასთან მიმართებაში სახურავი იყო რამდენიმე ადგილზე ჩამონგრეული, თუმცა კი რა თქმა უნდა ესეც იყო ძალიან ეფექტურად და სწრაფად აღმოფხვრილი. ბატონო ვანო, თქვენი დაკვირვებით და შეფასებით, აი წალენჯიხის მოდელი რატომ ვერ გავრცელდა სხვა შემთხვევებში საქართველოს სხვა რეგიონებში? რა იყო მთავარი შეცდომები, რომელიც ხელისუფლებამ დაუშვა? ხო, წალენჯიხაში მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ძალიან თავისუფლები ჩვენს გადაწყვეტილებებში, ჩვენ ბევრად უფრო ავტონომიურები ვართ ვიდრე სხვა მუნიციპალიტეტები. შესაბამისად, სავარაუდოდ არ ვიცი ხა სხვაგან როგორ არის, მაგრამ ჩვენ თვითონ გვეგმავთ, ანუ მოსახლეობის საჭიროებიდან გამოვდივართ. თითოეულ ადამიანთან გვაქვს ჩვენ კონტაქტი და უშუალოდ ვიცით რომ სად რომელ ადმინისტრაციულ ერთეულში რა საჭიროებაა. ანუ ჩვენ მოსახლეობის სუნთქვაზე ანუ პულსზე გვიდევს ხელი, ვიცით რომ სად ასე თქვათ უფრო მაღალი რისკის შემცველი ადმინისტრაციული ერთეულია, სად შედარებით დაბალი, სად უხვი ნალექი მოდის, სად უფრო რაღაც სხვადასხვა რელიეფური პრობლემებია, ასე რომ ეს ყველაფერი ჩვენ წინასწარ ვიცით, ამას გეგმავთ, ამას ვაანალიზებთ და სწორედ ეს ანალიზი და სწორი ინფორმაციის დამუშავება გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ ის ჩვენი რა თქმა უნდა შეზღუდული რესურსი, ბუნებრივია ყველა მუნიციპალიტეტს თავის შეზღუდული რესურსი აქვს, სწორად გადავანაწილოთ და თუ არ ყოფნის, მაშინ ვიქირავთ, დავამატოთ და ეს დამატებული სპეცტექნიკა, ხალხი იქნება თუ სხვადასხვა საშუალებები უკვე გვაძლევს საშუალებას იმაზე, რომ ჩვენ სწორად და ეფექტურად და დროულად გადავწყვიტოთ ის პრობლემები, რაც მოსახლეობას გააჩნია. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებთან მიმართებაში, მე ვერ გეტყვით ნამდვილად თუ რატო იყო იქ ეს პრობლემები, თუმცა კი, ფაქტია რომ ლოჯისტიკური და დაგეგმარებითი პრობლემები არსებობდა, იმიტომ რომ მე მესმის რომ რაღაც სასაუცხიას ვერავინ ვერ დაუდგებით წინ, მაგრამ ის რომ საერთოდ უყურადღებოთ მივატოვოთ ადამიანები და მათი ასე ვთქვათ მოთხოვნების იგნორირება გავაკეთოთ, რა თქმა უნდა ეს არის ჩვეულებრივი დანაშაულის ტოლფასი და ამიტომ მათ უნდა მე ვფიქრობ რომ რაღაცად გადააფასონ ეს თავისი მუშაობა და სხვაგვარად იქნას დაგეგმილი ან თუ არ შეუძლიათ რა ვიცი იქირავონ ადამიანები ვინც ამას შეძლებს. ხო და მაღალმთიან ზონებში ბუნებრივია უფრო მძიმე ვითარებაა ვიდრე წალენჯიხაში და ეს ფაქტორის გასათვალისწინებელია, მაგრამ ეს არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებისთვის სიურპრიზი. შაბათს როგორც თქვენც აღნიშნეთ, ყველა მივიღეთ გზავნილი 112-ისგან, რომ მკვეთრი გაუარესება მოსალოდნელი იყო ამინდისა, შესაბამისად მომზადებაც ნებისმიერ შემთხვევაში და პრევენცია აუცილებლად უნდა გვეხილა ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან. ბატონო ვანო, ამ დროისთვის ისევ წალენჯიხას რომ დაუბრუნდეთ, ყველაზე
რთული ზონები სად არის? ამის შესახებ რომ გვითხრათ და ასე ჭიროებები აქვს მოსახლეობას. აი ყველაზე მეტი სირთულე და მოხალისეების ჩართულობა თუ არის აუცილებელი თქვენთან. ხო, მოხალისეების ჩართულობა ამ ეტაპზე არ გვჭირდება, იმიტომ რომ ჩვენი ძალებით, ანუ მერი სტრუქტურების ძალებით, ჩვენი თანამშრომლების ძალებით ვუმკლავდებით ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ისე ვიმეორებ, რომ არც ერთი გზა არ არის ჩაკეტილი, აი ახლა ზუსტად 5 წუთია რაც დაბრუნდი სქურიდან, სქურის გზა იქნა გაწმენდილი, მოგესწრებათ რომ ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი წალენჯიხის საკურორტო ადგილი და აი ანუ იქ იყო ყველაზე მაღალი თოვლი დაახლოებით ალბათ 50 სანტიმეტრზე შესაძლოა რომ მეტიც ყოფილი იყო ყველაზე მეტი პრობლემა იმიტომ რომ იქ გრავალი გზა არის რთული რელიეფია მაღალმთიანია და თუმცა კი იქაც შევძელი ჩვენ ასვლა იქაც შევძელით აი ამ თოვლის გაწმენდა და ხა 50-60 სანტიმეტრი თოვლის გაწმენდა არ არის იოლი თუმცა კი რამდენიმე ტექნიკის საშუალებით ეს ბუნებრივია მოახერხეთ დღეს უკვე სქურშიც თავისუფლად ხდება გადაადგილება არა თუ წალენჯიხის ცენტრში და თუნდაც ჯვარის ცენტრში ასე რომ ეს პრობლემებს აუხლია რაც შეეხება ხა რო გითხრათ რომ რაღაც მნიშვნელოვანი პრობლემები არის თუ ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის განმეორდები რომ თოვს თუმცა კი შიდა საუბნო გზების გახსნილია ანუ რეალურად მოსახლეობას ერთმანეთთან მისვლის პრობლემაც არ გააჩნიათ იმიტომ რომ აი ეს პატარ-პატარა ჩიხები იქნება თუ არაცენტრალური გზები ეს ყველაფერი გაწმენდილია და ამ ეტაპზე რა ვიცი მოსახლეობისგან გუშინ საღამოსთან შედარებით ბევრად უფრო ნაკლები ზარები შემოდის ჩვენ ბუნებრივია ერთ-ერთმა პირველმა გავხსენით ცხელი ხაზი მერიაში სადაც შეეძლო მოსახლეობას რომ დაერეკა ეთქვა თავისი გასაჭირის თაობაზე და თავისთავადია ჩვენი თანამშრომლები ყისიერად აკეთებდნენ ამაზე რეაგირებას დავაზუსტოთ ელექტრომომარაგება გაზმომარაგება ამ კუთხით რა ვითარებაა გაზმომარაგების პრობლემა არ ყოფილა, ელექტრომომარაგების პრობლემაც ამ ეტაპზე არ გვაქვს, ლოკალური პრობლემები იყო იქ რაღაც სადენებისა და კონკრეტული ფიდერების მიმართულებით, თუმცა კი ეს მცირეხნიანი იყო 2-3 საათიანი, რომელიც სწრაფად იქნა აღმოფხვრილი, ასე რომ ამ კუთხითაც ენერგოპროს მიმართ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. ანუ მთლიანობაში გაზმომარაგება, წყალი, გაზი პრაქტიკულად შეუფერხებლად მიეწოდება მოსახლეობას. და პრინციპში ამომწურავი ინფორმაცია და ალბათ რჩებით ასევე საგანგებო რეჟიმში, რადგან სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ასევე პროგნოზირებენ 2 დღის განმავლობაში. წალენჯიხიდან ჩაგვერთო მერის მოადგილე ვანო ბურდული, მადლობა მას ინფორმაციისთვის.